ჩავედი და ერთ ოჯახში, სადაც გადამალული ყავდათ ქუთათელაძე და ყარყარაშვილი შემახვედრეს. შევხვდით, ვილაპარაკეთ, ხოთაშორის ჩავიწერეთ კიდევ ყარყარაშვილი. ეს იმ დღეს მე და თენგიზ რაფავამ ჩავიწერეთ. ვილაპარაკეთ ყარყარაშვილმა, ბესო ქუთათელაძემ უფრო, მაგრამ ყარყარაშვილმაც აზზე არ ვიყავითო, მართლა თუ გაგენტები ვიყავითო. მართლა შევარდნაძე ფაქტიურად ჩვენ ჩამოვიყვანეთ და თავის თავს გმობდა რა ქმედებებს რაღაცა. მე დავუსვი შეკითხვა. რამე რომ მოხდეს და რო გაგიშვან სამეგრელოში თუ შემოხვალ კიდევ შეიარაღებით და რაღაცა არასოდესო მითხრა. იქ ერთი მომენტი იყო, რაც ყარყარაშვილმა მე მითხრა. როდესაც თქვენო ჩვენ ფაქტიურად ალყა შემოგვარტყითო და რომ გამოვუა მდგომარეობაში ვიყავითო, სიგუა და კიტოვანიო ცრემლებით ტიროდნენ. რომ დავიღუპეთ რა გვეშველება. წინასწარო ჩვენო რუსებთან მქონდაო შეთანხმება ისეთი რომ სადაც სასტუმრო თბილისია, მაშინ სასტუმრო თბილისის ქვემოთ იქ იყო ერთი რუსული სამხედრო ნაწილი პატარა. აქ რუსებთან ვიყავითო შეთანხმებული რომ ჩვენ თუ ვერ შეძლებდითო და ვერ გაგიმკლავდებოდითო, ნუ აქედან გაგვიყვანინო უსაფრთხო ადგილას, კიბით უნდა გადამძრალ ვიყავითო. აი ეს შეთანხმება ჰქონდა. როცა დავიწყეთო ჩვენ ამაზე ზრუნვა, სიგუამ ატეხა პანიკაო, არა გამორიცხული არისო, იმიტომ რომ ისინიო ზვიადით კოჭს გაუგორებენ, რადგან ჩვენ ვერ დავამხეთ ზვიადიო და ზვიადი ჩააბარებენ ჩვენ თავს.